ეთერშია გადაცემა საზოგადოების ხმა. ეთერშია გადაცემა საზოგადოების ხმა, რომელსაც დღეს მე ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე წარუძღვები. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რადიო აჭარის ერთობლივი პროექტი, რომელიც ყოველ პარასკევს 18 საათს და 15 წუთზე გადის ეთერში. დღევანდელი გადაცემა განსხვავებული ფორმატით გავა, რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით. გადაცემა უნდა გაეკეთებინა არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის ხელმძღვანელს ნინო გაბუნიას. ჯერ კიდევ გასულ კვირას დაუკავშირდით ქალაქ ბათუმის მერიას და ვთხოვეთ გადაცემაში მონაწილეობა. თანხმობა მივიღეთ, თუმცა დღეს ჩვენი არაერთი სატელეფონო ზარის მიუხედავად და თანხმობის მიუხედავად გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მერიის წარმომადგენლებმა გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. აქედან გამომდინარე, რომ მერია მთავარი მოპასუხე იყო ამ გადაცემის, იძულებული გავხდით გადაცემის ფორმატი და ნაწილობრივ შინაარსობრივი ნაწილი შეგვეცვალა, ამიტომაც გადაცემას როგორც გითხარით, მე ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე წარუძღვები. Გასტუმრად კი გვეყოლება არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის ხელმძღვანელი ნინო გაბუნია, ასევე ხათუნა გორგილაძე, რომელიც ისაუბრებს მერიის ერთ-ერთი პროექტის შესახებ და თამარ ბაუჟაძე, რომელიც მონაწილეობდა მერიის ახალგაზრდული პროგრამის შემუშავებაში. მოგესალმებით, მადლობა რომ მობრძანდით ეთერში. ნინო, შენგან მინდა დავიწყო საუბარი და პირველი კითხვა მექნება შემდეგი, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მერია უარს ამბობს გადაცემაში მონაწილეობაზე. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ არის თემები, რომელზე საუბარიც არ სურს მერიის წარმომადგენლებს. ფაქტი მედიასთან ყოველ შემთხვევაში ურთიერთობის ფაქტი დღეს სახეზე გვაქვს, ის რომ არ მოვიდნენ გადაცემაში, როგორ არის არასამთავრობო სექტორის მიმართ განწყობილი ქალაქ ბათუმის მერია. მივესალმები ტატო თქვენ რადიო მსმენელებს და ვწუხარო დღევანდელი გადაცემა, რომელიც ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ყოფილიყო, ეს იქნებოდა ახალგაზრდების პრობლემებზე საუბარი და მუნიციპალიტეტის დამოუკიდებულება, როგორი არის მათი ხედვა ამ მიმართულებით. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ მეორე შემთხვევა არის, როდესაც ამ თემაზე ვთხოვთ ბათუმის მუნიციპალიტეტიდან რომელიმე წარმომადგენელს, რომ გამოცხადდეს, მოვიდეს სულ ერთია ვინ, რომელსაც ექნება შესაბამისი კომპეტენცია გასცეს პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასმული საზოგადოებისათვის საინტერესო კითხვებზე, მაგრამ სამწუხაროდ მე და თქვენ ორ ახალგაზრდასთან ერთად უნდა ვისაუბროთ დღეს იმ თემაზე, რაზეც უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება რამდენად ღიაა მუნიციპალიტეტი თუ დახურული, ის რაც მე მრჩება შთაბეჭდილება ბოლო პერიოდის განმავლობაში, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან არასწორი მიმართულებით მუშაობს მუნიციპალიტეტი იმ კუთხით, რომ საჯარო ინფორმაცია, რომელსაც ვითხოვთ, ყოველ შემთხვევაში მე მხოლოდ ჩემი ორგანიზაციიდან არ ვსარგებლობ, ამ შემთხვევაში ეთერში საუბრით და მინდა ვთქვა, რომ ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას ექნება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით პრობლემები. განსაკუთრებით თუ მაინც ვიტყვი, რომ ჩვენს მდგომარეობას ვიტყვი, რომ პრობლემა არის ამ ხრივათაც და უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივი გზებით ვისარგებლოთ ის, რაც კანონით დადგენილია და მივიღოთ ის ინფორმაცია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდებით მუნიციპალიტეტიდან. საერთოდ არ გაწვდიან თუ გაწვდიან უბრალოდ სხვა ფორმით, ან მცირე ინფორმაციას და არასრულ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, არ ვიქნები ობიექტური, რომ ვთქვა, რომ არ გვაწვდიან ინფორმაციას გვაწვდიან, გვპასუხობენ ზუსტად მე-10 დღეს, ანუ მაქსიმალურად გაწელილი არის ეს ვადაც, მანამდე არანაირად არ ხერხდება ინფორმაციის მოწოდება, თუმცა ის, რასაც ჩვენ ვთხოვთ, რა თქმა უნდა, პასუხი იმ ჩვენს თხოვნაზე არის ძალიან ზოგადი. ჩვენ ვთხოვთ ხოლმე კონკრეტულ ინფორმაციას, ვიღებთ ძალიან ზოგად ინფორმაციას, მერე გვიწევს ხელახლა დაზუსტება და ხელახლა მოთხოვნა უფრო დაკონკრეტებით, რომ ხანდახან გვხვდება ეჭვი, რომ ვერ ხვდებიან რა ინფორმაციის გამოთხოვაზე მიდის საუბარი, თუმცა დღემდე მინდა ვთქვა, რომ ის ინფორმაციები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა, ნაწილობრივ მივიღეთ, ნაწილობრივ ვერ მივიღეთ. ის, რაც ვერ მივიღეთ, აუცილებლად იმის შესახებ შევიტანთ ალბათ ადმინისტრაციულ საჩივარს ქალაქ ბათუმის მერიაში და თუ არ დაგვაკმაყოფილებენ, აუცილებლად გამოვითხოთ სასამართლო გზით. რაც შეეხება ღიაობას და თანამშრომლობას, აქაც მიჩნდება უკვე ეჭვი, რამდენად მზად არის ბათუმის მუნიციპალიტეტი ზოგადად ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმ კუთხით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ გააკეთონ პრინციპში ის საქმე, რაც გაუადვილებთ მათ შემდგომში გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. და ვფიქრობ, რომ ისინი უფრო მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებული ვიდრე ჩვენ, მაგრამ თუ ვიტყვით იმას, რომ მე დღემდე ვერ მივიღე პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი შარშანდელი წელი
წადი მუნიციპალიტეტთან ერთად. ვმუშაობდით, მათ შორის არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაცია, აქ იყო ჩართული რეგიონში მომუშავე ახალგაზრდულ საკითხებთან მიმართებაში, ვინც მუშაობს, ის ორგანიზაციები, ასევე დაინტერესებული ახალგაზრდები, ვინც აქტიურობენ, ვისაც აქვთ გამოცდილება, მათ შორის ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელი პირი და თანამშრომლები და შემუშავდა 2016-18 წლების ბათუმელი ახალგაზრდების განვითარების მუნიციპალური სტრატეგია. მე დღემდე არ მაქვს მიღებული პასუხი. მოხდა თუ არა ამ სტრატეგიის როგორც რეკომენდაციის განხილვა, რა შენიშვნები აქვთ, თუ აქვთ შენიშვნები, რა ნაწილში ეთანხმებიან, რა ნაწილში არ ეთანხმებიან და ყველაზე ბევრი შეკითხვა რაც გამიჩნდა და დღეს ვერ მოვისმენ სამწუხაროდ მუნიციპალიტეტისგან, რატომ არ ხდება ამ ჩემს შეკითხვებზე პასუხის გაცემა, როდესაც ჩვენ ამას ვეკითხებით და არგუმენტი, რომ თითქოს ის განხილული იქნება სხვა ინიციატივებთან ერთად, მე ვთხოვე მუნიციპალიტეტს წარმოედგინა იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, ვინც შეიტანა მსგავსი ინიციატივები, სამწუხაროდ ვერ მივიღე, რა თქმა უნდა, ეჭვი მაქვს, უბრალოდ ესეთი ინიციატივები შეტანილი არ არის დღემდე, მაგრამ ის რაზეც ვიმუშავეთ, არა მარტო მე, ბევრმა ადამიანმა შეიქმნა, მზად არის და ეს სტრატეგია არის აბსოლუტურ შესაბამისობაში ახალგაზრდების განვითარების პოლიტიკასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო და მუნიციპალიტეტი როგორც შემსრულებელი მონაწილე მხარე არის ამ პოლიტიკაში და ჩვენ გამზადებული ვერსია შევთავაზეთ, რომ ან შენიშვნები შეეტანათ, ან დაემუშავებინათ, ამაზე პასუხიც არ არის გაცემული და საერთოდ თემა, როდესაც აპრილში უნდა დაიწყოს სტრატეგიის შემუშავება, ჩვენთვის საინტერესო არის ამ მხრივ დავაკვირდებით აუცილებლად, ჩვენ ვატარებთ მუნიციპალიტეტის მონიტორინგს ამ მიმართულებით და გვაინტერესებს რა სტრატეგიას დადებენ, როგორი იქნება მათი ხედვა, ჩვენ ალტერნატიულ სტრატეგიას დაუდევთ და დავაკვირდებით უკვე პროცესებს, რომელი იქნება უფრო მისაღები და საინტერესო და ყველაზე ბევრი ეჭვი რაც იწვევს ხოლმე, საერთოდ თუ არის ქალაქის მერის საქმის კურსში რა ვითარება ამ მხრივ რჩევაში დაბეჭდილება, რომ უბრალოდ ინფორმირებულიც არ არის. დიახ, და ის ახალგაზრდული პროგრამები კონცეფცია, რომელიც თქვენ შესთავაზეთ არასამთავრობო სექტორმა მერიას, ეს ერთი მხრივ გასაგებია, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ უკვე ჩვენ დეტალურად, თუმცა მოქმედი ახალგაზრდული პროგრამები, რომელიც აქვს მუნიციპალიტეტს, რამდენად არის მორგებული ახალგაზრდების ინტერესებზე და მოთხოვნებზე? მე ჩემი გადასახედიდან გეტყვით, რომ ზოგადად პროგრამები, რომლებსაც მერია ახორციელებს, უნდა ეყრდნობოდეს გარკვეულ კვლევებსა და მონაცემებს, რაც სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მეტწილად არ ეყრდნობა ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ ნაკლებად ატარებენ ესეთ შეხვედრებს და უბრალოდ იქიდან გამომდინარე, ეს კვლევის მასალებიც არ არის ადეკვატურად პროგრამებით შეუძლებელი ასახავდეს არსებულ რეალობას. ის კვლევა, რომელიც ჩატარებულია მუნიციპალიტეტში, ისევ ჩვენი ორგანიზაციის მიერ და ეს არის 2012 წლის ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, მეტნაკლებად არ არის, უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ არ არის გათვალისწინებული იმ პროგრამებში, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს და თვითონ ახალგაზრდების მონაწილეობა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ამას აღიარებს სახელმწიფო და ეს ჩადებულია პოლიტიკაში, რომ ახალგაზრდები უნდა მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღებასა და პოლიტიკის შემუშავებაში, ეს კომპონენტი ზოგადად ამოვარდნილი აქვს. თუ ჩვენ ვისაუბრებთ მონაწილეობის ხარისხზე, манипуляცია და სიმულაცია არ წარმოადგენს მონაწილეობას და ინფორმირება არის ყველაზე დაბალი მონაწილეობის საფეხური და შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ალბათ უკეთეს შემთხვევაში ამ პოზიციაზე ვართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალბათ თამარი უფრო საინტერესოდ თამარ, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, თქვენ მონაწილეობდით მერიის ახალგაზრდული კონცეფციის შემუშავებაში, რომელიც არასამთავრობო სექტორმა შეემუშავა. ეს არ არის ჩვენი ინიციატივა, მხოლოდ ეს იყო მემორანდუმის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. ეს არასამთავრობოს ვერსია იყო და მერიამ თავისი კი, მაგრამ ეს იყო საერთო სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული ვერსია, რომელშიც მონაწილეობდა თავად განყოფილება მთლიანად. და რამდენად განსხვავდება ის კონცეფცია, რომელიც თქვენ შეიმუშავეთ იმ კონცეფციისგან, თუ არის ზოგადად კონცეფცია, თუ გააჩნია მერიას, რომელთაც მუშაობს დღესდღეობით, ან დღეს მოქმედი ახალგაზრდული მიმართულების განვითარების გეგმისგან ერთგვარად, რომელიც დაუმტკიცა საკრებულო მერიას იმისგან, რაც თქვენ შესთავაზეთ, რამდენად არის ეს თანხმედრაში ან განსხვავებაში?
პირველ რიგში მივესალმები რადიო მსმენელებს და მოგესალმები თქვენს. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის კონცეფციაზე, როდესაც იწყებოდა მუშაობა, აქ არ იყო რაღაც ისეთი შერჩევითი ახალგაზრდები, აქ იყო იმ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და თქვათ იგივე ხელმძღვანელი პირები, რომლებიც უფრო მეტად აქტიურად მუშაობენ და აქტიურ პროდუქტს აძლევენ, იგივე თქვათ თავის თანატოლებს. კონცეფციის მუშაობის პერიოდში გამოიყო ძალიან ესე ვთქვათ რამოდენიმე კრიტერიუმი, რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ახალგაზრდების გააქტიურება, ან თუნდაც ახალგაზრდების ინფორმირებიდან დაწყებული მათი სტიმულაციით ჩათვლის. რაც შეეხება მერიის კონცეფციას ახალგაზრდებთან მიმართებაში, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს კონცეფცია ზოგადად არის თქვათ წინა წლის კოპირება და იგივე თქვათ ჩასვა და მისი განახლება, როგორც ისეთი არ ხდება. ანუ კვლევა იმისა, რა სჭირდება ახალგაზრდას გათვალისწინებული არ არის. ის რომ მოხდეს პირადად ჩემი როგორც ერთი ახალგაზრდის ინტერესის მიწოდება, თუნდაც მერიისათვის რომ ან მოახდინოს საბისად ან რეაგირება შესაბამისი, უნდა მოხდეს მერიის მხრიდან ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და სწორედ ამ თანამშრომლობის და საუბრით იწყება სწორედ კონცეფციის შემუშავება და არა იგივე დაკოპირება და იგივე შემდგომ წელში ჩასმა, იმიტომ რომ თუნდაც ვადებში ვერ ჯდებიან, ან თუ ვადებში ვერ ჯდებიან, რატომ არ ითვალისწინებენ მანამდე არსებულ თქვათ პერიოდსაც შეუძლიათ მას ეს კომუნიკაცია გამოიყენონ ახალგაზრდებთან. ან საკმაოდ ბევრი შეკითხვა არის და რამდენად ითვალისწინებენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ კონცეფციას. მე აქამდე ყოველ შემთხვევაში არც მსმენია, რომ ამ კონცეფციის შესახებ წამოსულიყო დიალოგი. დიახ, და ნინო, თქვენ არ მექნება ისე კითხვა, თანხები და პრიორიტეტები, რომელიც აქვს დღეს მერიას, რამდენად სწორადაა გადანაწილებული იმ მხრივ, რომ ხშირ შემთხვევაში მე მაგალითად, როდესაც ვეცნობი ბიუჯეტს, ხომ ახალგაზრდული და იგივე განათლების მიმართულებით, რომელიც აქვს პროგრამები მერიას, ამ შემთხვევაში ძირითადად არის უფრო გართობაზე ორიენტირებული, ვიდრე ახალგაზრდების თვითშეგნების ამაღლებაზე ან განათლების მიცემაზე. მე დავიწყებ ცოტა შორიდან და დაუბრუნდები იმ პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფო მიიღო. იქ ცალსახად არის ნათქვამი, რომ არაფორმალური განათლება ეს უნდა იყოს აპრიორი ნებისმიერი თვითმმართველობისათვის და რა თქმა უნდა ძირითადი თანხები უნდა იხარჯებოდეს ამ მიმართულებით. ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ბათუმის მუნიციპალიტეტს, ძირითადად ამ თემაზე იყო ორიენტირებული, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა უნდა იყოს მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი. რაც შეეხება თავად პროგრამებს, რამდენად კარგად იგეგმება, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ალბათ ერთ-ერთ პროგრამაზე და სწორედ იმ საკითხთან დაკავშირებითაც შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ბენეფიციარები არ მოგმართავენ იმისათვის, რომ პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ, ეს ორიდან ერთ რაღაცაზე მიუთითებს. ერთი, რომ შენ არც კი იცოდი რა სჭირდებოდათ ამ კატეგორიის ახალგაზრდებს, ან მეორე შენ საერთოდ არ თვლის საჭიროდ ახალგაზრდებს შეეკითხო, ჩართო პროგრამაში და იღებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, ბერად ცვლი ამ გადაწყვეტილებას იმისათვის, რომ უბრალოდ პროგრამა იყოს შესრულებული და ბიუჯეტი იყოს ათვისებული. ეს არასწორი მიდგომა არის, მუნიციპალიტეტის ფული უნდა იხარჯებოდეს მიზნობრივად და უნდა გაძლევდეს ეფექტიან შედეგს და არა ეფექტურობას. ის რაც კეთდება, მე თვითონ ვიყავი რამდენიმე კომისიის წევრი 2014 წელს, როდესაც ახალგაზრდების შერჩევა ხდებოდა სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობისათვის და მე თვითონ გავხდი იმ ფაქტის შემწრე, რომ ინტერესი ამ პროგრამაში მონაწილეობის ახალგაზრდებისა არის დაბალი. რისგან გამომდინარეობს, ეს კიდევ სხვა თემა არის განხილვის. ერთი, რაც აუცილებელი პრობლემა არის და უნდა ითქვას, რომ ეს არის ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს სათანადო დონეზე და მეორე თემა, რომ ინტერესი ამ პროგრამების მიმართ ახალგაზრდებისა არის დაბალი. რაც შეეხება თავად ინფორმირებულობის საკითხს, ჩვენ ვთავაზობთ მაგალითად წელს მუნიციპალიტეტს, რომ ჩვენ დავეხმაროთ ამ კუთხით ახალგაზრდული პროგრამების მაქსიმალურად მიტანამდე. ჩვენ წელს მუნიციპალიტეტს უქმნით უპრეცედენტო შემთხვევას იქნება, რომელიც ჩაეშვება აპრილის თვიდან ახალგაზრდული ვებ-გვერდი პორტალი ერთიანი სივრცე, სადაც ახალგაზრდებისათვის ყველა პროგრამა, რაც კი საქართველოში ხორციელდება, ერთად იქნება თავმოყრილი. იქნება წინასწარ დაანონსებული ყველა პროგრამა იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდება სრულყოფილად. გარდა ამისა, ჩვენ დავეხმარებით მოამზადონ მაღალი დონის პრეზენტაციები, რომ გატანილი იყოს ეს უმაღლეს სასწავლებლებში და ახალგაზრდებმა დროულად გაიგონ პროგრამების შესახებ. ჩვენ დღეს აბსოლუტურად შემთხვევით ვიჯექიც ჩვენ
ჩვენთან სამსახურში. ჩვენთან 7 სტაჟიორი ახალგაზრდაა და ძირითადად ჩვენი ორგანიზაცია ახალგაზრდული ბირთვისგან არის წარმოშობილი და აღმოვაჩინეთ, რომ უკვე დაიწყო რაღაცა პროგრამა, რომელიც მოხალისეობაზე არის ორიენტირებული. თუმცა ამის შესახებ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ წინასწარი პრეზენტაცია პროგრამის ან გახმაურება ამისა, რომ ესეთი პროგრამა უნდა დაიწყოს და შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ. ეჭვი მაქვს, რომ არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ გამოვთხოვეთ მუნიციპალიტეტს გეგმა გრაფიკი იმ პროგრამების პრეზენტაციისა, რომელიც 2015-ში არის დაგეგმილი, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ მსგავსი საჯარო ტიპის ინფორმაცია ჩვენ არ მიგვიღია. ამიტომაც თუ კონკრეტულად ვისაუბრებთ პროგრამებზე, უნდა ითქვას, რომ პროგრამები იდეურად მიდგომები შეიძლება ცუდი არ არის, მაგრამ საჭიროებენ დახვეწას, გამოსწორებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის უნდა პასუხობდნენ არსებულ ვითარებას და შედეგი უნდა იყოს ისეთი, უნდა იყოს ხილული და უნდა იყოს ორიენტირებული ხვალინდღელი დღის გამოსწორებაზე და ეს შედეგები ასახული უნდა იყოს სადღაც დოკუმენტაციაში, რომ მე მქონდა ესეთი მდგომარეობა და მომავალ წელს უკვე მაქვს ესეთი მდგომარეობა, თუ პრობლემა დარჩა პრობლემად ვაგრძელებ ამის გამოსწორებას, თუ არა დავცვლი მიდგომებს და კონცეფციას. დიახ, უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ ყოფილიყო მერიის წარმომადგენლები, რომლებიც უფრო კომპეტენტურად გავცემდნენ პასუხს, თუმცა მათ არ მიიღეს გადაცემაში მონაწილეობა, რაც სამწუხარო არის. თამარ, ისევ თქვენ მინდა დაგიბრუნდეთ და შემდეგ უკვე გადავალ კონკრეტულ თემაზე, ქაბატონ ხათუნასთან. ახალგაზრდების მხრიდან ჩართულობის შესახებ მინდა კითხო, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ საუნივერსიტეტო ცხოვრებაშიც კი იყო პრობლემა ჩემი სტუდენტობის დროიდან, რომ არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეს პერიოდი, ის რომ ახალგაზრდები ხშირად იკავებენ ხოლმე თავს ან არ მონაწილეობენ იგივე მოხალისეობრივ ღონისძიებებში და იგივე სტაჟირებასთან დაკავშირებით, როგორ არის შენ როგორც ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდა, როგორ ხედავ თუ არის ახალგაზრდების მხრიდან მზაობა იმისთვის, რომ ჩაერთონ იგივე მუნიციპალიტეტის პროექტებში? ახალგაზრდებს რაც შეეხებათ, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთმხრივი პროცესია და აქ მხოლოდ რაღაც მერიის დანაშაული იკვეთება, რომ მერია არ აწვდის მათ ინფორმაციას, ეს ასე არ არის. ის რომ არის ინდიფერენტულობის საკმაოდ მაღალი დონე, ეს შესამჩნევია ის, მაგრამ მოდი ახლა ერთი რაკურსით შევხედოთ. მე როგორც ახალგაზრდას, აქტიურ ახალგაზრდას, პასიურს აქ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მე როდესაც არ მაქვს ინფორმაცია, თქვა თუნდაც რა არის მოხალისეობა, ხო? მე როდესაც არ მაქვს ინფორმაცია, რომ მე აქვს პროგრამები, რომლებიც ჩემზე არის მორგებული. მე შესაბამისად არც მიჩნდება სურვილი, რომ მერიასთან შეხება მქონდეს რაიმე სახის. არის პროგრამები მერიის მიერ, განსაკუთრებით ის გასართობი სახის ღონისძიებები, როდესაც ახალგაზრდა ამ გასართობი სახის ღონისძიებაში ერთვება, ის ამისაგან იღებს რაღაც განჭვრთვის კარგ საშუალებას და ამის შემდგომ მას უჩნდება სურვილი, რომ მიიღოს მეორედ მასში მონაწილეობას, მაგრამ მე ფიქრდება, აქვს თუ არა ჩემ მონაწილეობას არსებითი მნიშვნელობა, რას ვიღებ მე ამ პროგრამისაგან, გარდა იმისა, რომ თქვათ რაღაც რამოდენიმე დღე გავატარე საკმაოდ კარგ და მხიარულ გარემოში. ანუ ის რომ სინერგიული იყოს ეს თანამშრომლობა და რაღაც ორმხრივი იყოს ეს პროცედურა, ესე არ ხდება. ახალგაზრდისათვის, განსაკუთრებით სტუდენტისათვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაც პროგრამიდან მან როგორც საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს და შესთავაზოს რაღაც მაინც საკუთარი თავიდან, ასევე მნიშვნელოვანია პროგრამიდან წამოიღოს რაღაც მინიმუმ ინფორმაცია მაინც, რომელიც დაეხმარება მას პიროვნულ განვითარებაში და პიროვნულ ზრდაში. და ეს რაღაც ორმხრივი თანამშრომლობის კომპონენტი არ არსებობს საერთოდ. ახალგაზრდების უმეტესობა ინფორმირებული კი არა და საერთოდ არც იცია, რომ არსებობს პროგრამები, რომლებიც შეიძლება მასზე იყოს მორგებული. ხოლო ვინც იცის, ეს არის რაღაც ჩაკეტილი წრე, რომელიც ყოველწლიურად რუტინულად, ასე თუ ისე მეტნაკლებად იღებს მონაწილეობას ამ პროგრამებში და ეს უფრო ინფორმირების დაბალი ხარისხის ბრალი არის. დიახ, და ნინო, მინდა რომ გადავიდეთ იმ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შესახებაც მე მაქვს თქვენგან ინფორმაცია, თუმცა უფრო დეტალურად თქვენ იცით იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ უფრო ღრმად ხართ ჩახედული მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ პროგრამებში. ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც აქვს მუნიციპალიტეტს, ერთგვარად უკუმოქმედების ძალით აამოქმედა საკრებულოს დახმარებით მუნიციპალიტეტმა. კონკრეტულად რა პროგრამა იყო და რა პრობლემას ხედავთ ამაში და უკვე გადავალთ უფრო დეტალურ ინფორმაციაზე. ხო, ეს არის ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელიც წელსაც ხორციელდება და მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვთხოვე მუნიციპალიტეტს, როგორც მონაწილე მხარე ჩავერთვე ყველა პროგრამის პრეზენტაციაში, იმიტომ რომ ჩვენ ვაკვირდებით, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. 25
მარტს ჩატარებულა ამ პროგრამის უკვე 2015 წლის პროგრამის პრეზენტაცია შოთა სახელობის უნივერსიტეტში. ეს არის პროგრამა საზღვარგარეთ უცხოეთში ახალგაზრდების სტაჟირების კურსის გავლის, რომელსაც მუნიციპალიტეტი აფინანსებს გარკვეულ ნაწილში. ეს პროგრამა 2014 წლის 29 აგვისტოს იყო მიღებული საკრებულოს სხდომაზე და მას შემდეგ მოხდა ამ პროგრამის ჩაშვება უკვე ქალაქში, თუმცა უნდა ითქვას, რომ პროგრამამ ვერ იმუშავა. მე ვიმეორებ მხოლოდ და მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე ქალბატონი ლამზია ბოლქვაძეს, ვინც განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსის სახელით ვამბობ, განაცხადა, რომ ვერ იმუშავა პროგრამამ, იმიტომ რომ განაცხადები არ იყო შემოსული, ესეც მისი სიტყვებია, იყო შემოსული მხოლოდ ერთი განაცხადიო, რომელიც არ აკმაყოფილებდა არსებულ კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილი იყო ამ პროგრამის მიხედვით და მას უარი ეთქვა და 10 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც მეც ვიმყოფებოდი, მან მოითხოვა, რომ 24 ნოემბრის რიცხვით მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ პროგრამაში შეეტანათ ცვლილებები, რათა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონებოდათ გამგზავრებოდნენ სტაჟირებაზე, ორთვიან სტაჟირებაზე. საქმე იყო იმაში, რომ პროგრამაში ბენეფიციარები განსაზღვრულები იყვნენ, როგორც დიპლომირებული, ანუ ინსტიტუტ დამთავრებულები, ხოლო მას უნდოდა, რომ წასულიყვნენ სტუდენტები, ამიტომაც საჭირო იყო პროგრამაში გვიანა რიცხვის ცვლილების შეტანა. ამის შემდეგ რა მოხდა მუნიციპალიტეტში, ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ჩვენ ამ პროგრამას ზედმიწევნით დეტალურად დავაკვირდებით და ყველა დოკუმენტაციას გამოვითხავ აბსოლუტურად, იმიტომ რომ მოხდა საოცარი რაღაცა, პროგრამა მოერგო მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს. აქ სახეზე არის ის, რომ არათანაბარ პირობებში ჩააყენეს ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდები. მათ შეცვალეს პროგრამის ბენეფიციარების კატეგორია და საშუალება მისცეს სტუდენტებს წასულიყვნენ საზღვარგარეთ, მაგრამ კონკრეტულად პროგრამა მოარგეს კონკრეტულ ჯგუფს. და ხوار არის ეს რომელიმე ჯგუფის, რომელიმე ფაკულტეტის ლობირება უბრალოდ. ჩდებაო ეს შეთვის საინტერესო იქნებოდა დღეს ქალბატონ ლამზიას გაეცა ამ შეკითხვაზე პასუხი. რატომ გაჩნდა ეს იდეა საერთოდ და როგორ მოხდა ამ ბავშვების დაფინანსება? თორემ ის რომ ბავშვები უნდა წავიდნენ და თუ მუნიციპალიტეტი ამას რაღაცნაირად ხელს შეუწყობს, კარგია, მაგრამ ისევ შეკითხვა არის, რა შედეგით ბრუნდებიან ისინი იქიდან? რატომ უნდა დახარჯოს ქალაქის ბიუჯეტმა ფული, თუ კი ის ამისგან სარგებელს არ მიიღებს, ანუ უშუალოდ ქალაქი. და ამ შემთხვევაში რა სარგებელს იღებდა ქალაქი, როდესაც უშვებდნენ სტაჟირებაზე ASE სპონტანურად, ჯგუფურად ბავშვებს გერმანიაში იმისათვის, რომ მათ მიიღოთ გარკვეული, არ ვიცი როგორც თვითონ ასაბუთებენ კვალიფიკაციური გაიზარდეთ თავიანთი კვალიფიკაცია, სადღაც ამ სტაჟირებაზე წასვლით. როგორც გაირკვა საბოლოო ჯამში, ახალგაზრდები გაემგზავრნენ გერმანიაში და მუშაობდნენ მიმტანებად და სასტუმროში გამლაგებელ პერსონალად. ეს იყო მთელი სტაჟირების პროგრამის შინაარსი. აი, ჩემთვის დღეს საინტერესო არის მუნიციპალიტეტმა გამოთხოვა თუ არა შედეგები ამ ბავშვებს. იმისათვის, რომ პროგრამაში დაიდოს შედეგი, რა მიიღეს ამ ბავშვებმა ამ სტაჟირების შემდეგ, რატო დაიხარჯა მუნიციპალური ფული და ხომ არ იყო ეს უბრალოდ პროგრამის ათვისებისათვის გაკეთებული, იმიტომ რომ პროგრამა ფაქტობრივად ჩავარდნილი იყო. დიახ, და ხათუნას მინდა ვკითხო, თქვენ იყავით მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პროექტში, მიიღეთ თუ არა კონკრეტული შედეგი მუნიციპალიტეტის ამ პროექტიდან, როგორც მონაწილე? პირველ რიგში მივესალმები რადიო აჭარის მაყურებელს, შედეგზე საუბარი ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ერთადერთი რაც მივიღეთ ის არის, რომ გვაქვს სერტიფიკატი დამადასტურებელი ის, რომ გავიარეთ სტაჟირება გერმანიაში და შედეგი არის ალბათ ისიც, რომ გავიგეთ ახალი მენეჯმენტის შესახებ, ანუ გერმანული მენეჯმენტის შესახებ, რაც რადიკალურად განსხვავდება ქართული მენეჯმენტისგან. დიახ, და რა ტიპის სამუშაო იყო და როგორ ან პროცედურები, რა პროცედურების გავლა მოგიწიათ იმისთვის, რომ ამ პროგრამაში ჩართულიყავით, როგორც ნინო მახსენა ეს იყო ერთგვარად პროგრამაში მოქმედების ძალა, ანუ იყო თუ არა ეს, ანუ თქვენ სტუდენტი იყავით მაშინ, როდესაც წახვედით, თუ უკვე დიპლომირებული იყავით, ანუ მე სტუდენტი ვარ, მეოთხე კურსის. დიახ, ანუ ის რომ პროგრამაში ცვლილების შემდეგ უკვე მოგიწიათ თქვენ წასვლა ამ პროგრამის ფარგლებში. და რა ტიპის სამუშაო იყო და იყავით თუ არა ინფორმირებული და ზოგადად და იყო თუ არა ტრენინგ კურსები, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ სტაჟირება არ არის იქ სწავლასთან მიმართებაში, თუ იყო კონკრეტული კომპონენტები ჩადებული აქ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ბატონ როსტომ ბერიძეს და ბატონ მერაბ დიასამიძეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იშრომეს ჩვენი სტაჟირებისთვის.
ჩვენი სტაჟირებისთვის, რა თქმა უნდა, სანამ გერმანიაში წავიდოთ, იყო ეტაპები. Პირველი ეტაპი იყო ტესტირების ეტაპი, მეორე უკვე იყო საშუალო აკადემიური მოსწრება და მესამე ეტაპზე ხდებოდა ამ საშუალო ქულების შემდეგი საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა, ვისაც პირველი 20 ადამიანი სტუდენტი, რომელსაც ეყოლებოდა ყველაზე მაღალი ქულა, ის მიდიოდა ჩვეულებრივ სტაჟირებაზე. ფაკულტეტის გადარჩევა. ეს ფაკულტეტის გადარჩევა. დიახ, რა თქმა უნდა, სანამ წავიდოდით ეს 20 ბავშვი, იყო თათბირი, სადაც გაგვაცნეს აბსოლუტურად ყველა პუნქტი. ანუ რა დაგხვდებოდა ჩვენ იქ. ჩვენ ვიყავით სრულად ინფორმირებულნი, ვიცოდით ყველა თითოეული დეტალის შესახებ. რა როგორ იქნებოდა იქ გერმანიაში. არიელ აქ მინდა დავუმატო ძალიან საინტერესო ფაქტი ჩვენ გუშინ გამოთხოვილი ქონდა მონიტორინგისთვის დოკუმენტები და გუშინ როგორც იქნა მივიღეთ ეს დოკუმენტები, როდესაც ჩავიხედე ამ პროგრამის შესრულების ნაწილში, პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 30,000 ლარი. ხოლო ანუ დაფინანსდა ზუსტ ციფრს ვერ დავასახელებ, მაგრამ 11,000-ზე ცოტათი მეტი. დანარჩენი თანხები პროგრამიდან არ გახარჯულა. წასულები იყვნენ 20 სტუდენტი და დაფინანსდა 10. განაცხადი შეატანინეს მხოლოდ 12 სტუდენტს და გააფრთხილეს ეს ბავშვები, რომ მხოლოდ 12-მა უნდა შეიტანონ. ეს განაცხადიო, დანარჩენები უბრალოდ თავის ხარჯით უნდა წასულიყვნენ. მე ვერ ხვდები აქ მუნიციპალიტეტის მიდგომას. თუ ის ზრუნავს იმისათვის, რომ გაიზარდოს ამ ბავშვების ცოდნა გარკვეულ სფეროში, მაშინ რატომ არ დააფინანსა 20-ვე, ვინც გაემგზავრა გერმანიაში. თუ კი სტუდენტებზე იყო უკვე მორგებული ეს პროგრამა. და რატომ მოხდა ისე, რომ წავიდა 20 ბავშვი და არ წავიდა 10. აი აქ რაღაც ვერ ხვდები. დიახ, და ალბათ როგორც ერთ-ერთი მონაწილე გვეტყვის, რომ სრულად აგინაზღაურდა თუ არა ის გზავრობის თანხა, რასაც მუნიციპალიტეტი ანაზღაურებდა ზოგადად და იყო თუ არა დაფინანსება. ანუ როგორ მოხდა ისე, როგორც ნინო ამბობს, რომ იყო 10, 12-მა შეიტანა და წავიდა 20. ანუ მაშინ რატო არ მიიღო 20 მონაწილეობა? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ როგორც მონაწილეს? ანუ ეგ არის უნივერსიტეტის პროგრამა, ჩვენი ფაკულტეტის პროგრამა, რომ სტაჟირებაზე უნდა წავიდეს 20 სტუდენტი. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაფინანსებას მიიღებდა მხოლოდ 10 სტუდენტი. აქედან გამომდინარე, მაინც იმედი გქონდა შეიძლება თუნდაც შეიძლება 12 დააფინანსონ. თანაც იყო ერთ-ერთი პუნქტი ის, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბათუმის მოქალაქე, ბათუმში მცხოვრები. დიახ. აქედან გამომდინარე 12-მა ბათუმში მცხოვრებმა სტუდენტმა შეიტანა განაცხადი ჩვეულებრივ ბათუმის მერიაში, შემდეგ იყო გასაუბრების ეტაპები და დააფინანსეს მხოლოდ 10. და 10 თუ დააფინანსეს, 10-ის დაფინანსება როგორ მოხდა მაშინ, როგორ წავიდნენ ისინი, ანუ 20 როგორ წავიდა, ან თავის ხარჯებით წავიდა ის დანარჩენი 10? არა, სტუდენტების ისევ და ისევ სტუდენტებმა გამოიჩინეს ქულის ხმიერება და ეს თანხა გავყეთ ნახევარზე. ანუ ეს 10 დაფინანსებული 10 სტუდენტის თანხა გაიყო 20-ზე. კი, თუმცა ამ შემთხვევაში მაშინ მუნიციპალიტეტს გათვლილი ჰქონდა ის, რომ მაგალითად თუ მგზავრობა ღირს არის თანხა დაახლოებით 10 რო აფინანსებდა, აფინანსებდა იმ ბილეთების თანხით, ხო? ამ შემთხვევაში თუ კი გაყოფდით იმას, ანუ გაამრავლებდით 2-ზე და 20 სტუდენტზე გამოვიდოდა, ამ შემთხვევაში როგორ გამოდის, ანუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემდეგ უნდა წარმოადგინოს უკვე ფაკულტეტმა, ან სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ანგარიშგება. გამოდის, რომ ის თანხა, რაც მიცა მუნიციპალიტეტმა მას გზავრობის ასანაზღაურებლად, სრულად კი არ უნაზღაურდა, ანუ ამან თავის თანხის ნაწილი მიცა სხვას და თვითონ დაამატა თანხა ამას. დიახ. ასე გამოვიდა, ხო? ამ შემთხვევაში ცოტა ანგარიშგების დროს ალბათ საინტერესო იქნება წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომ ფაქტურად გამოდის, რომ სტუდენტმა ვიღაცას თანხა აჩუქა. იმიტომ რომ თვითონ თუ დაამატა, გამოდის, რომ ეს თავის თანხა აჩუქა სხვას. ნატურალურად საკმაოდ საინტერესო დეტალი არის. თქვენ გიდათ ხარდამთან რაღაც დამატება? ხო, ანუ ნიშნულოვანი არის ეს პროგრამა სხვა კუთხითაც, თუ რატომ ატარებენ ამ პროგრამას. ამ პროგრამის გარდა ტურიზმის ფაკულტეტს ზოგადად აქვს პროგრამები, იგივე უნგრეთის პროგრამა აქვს, რომელშიც მეტნაკლებად არის ეს საგანმანათლებლო კომპონენტი ჩადებული. იმ შემთხვევაში თუ მერის პროგრამა არის ის, რომ ახალგაზრდები წავიდნენ კვალიფიკაციის, ანუ ბრჭყალებში რა თქმა უნდა სერტიფიცირებული მიმტანის პოზიციაზე და ჩამოვიდნენ ამაზე, ანუ სად არის აქ ის საგანმანათლებლო პროგრამა, თუნდაც ის იგივე არაფორმალური განათლების კომპონენტი, რომელიც დევს ამ მეტნაკლებად ამ პროგრამაში. ანუ მოხდა თუ არა ამ პროგრამის სწორი გაგება და სწორი აღქმა ზოგადად, ვინაიდან ტურიზმის ფაკულტეტს ზოგადად რატო უფინანსდება მერის, ბათუმის მერიიდან თანხა, ესეც საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ ის რომ ფაკულტეტის კურსის და მიმართულებაც არის არასწორი, რომ მათ სტუდენტებს ამზადებენ რაღაც პროფესიულ უნარჩვევებში და არა საგანმანათლებლო კუთხით, ეს აუცილებლად უნდა ითქვას ნათქვამი და არაერთხელ
მიგვიწოდებია კიდეც ინფორმაცია, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, ვინაიდან უნივერსიტეტის ფუნქციაც, მისიაც ეს არის ერთ-ერთი რაც არის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის წარმოება და არა ვთქვათ რაღაც პროფესიული ნარჩევების შეძენა. ძალიან საინტერესოა საერთოდ ეს პროგრამა თავისი ცვლილებებით თუ იყო შეთანხმებული ქალაქის მერთან. დასაწყისშიც საინტერესოა იცოდა თუ არა ქალაქის მერმა, რომ ესეთი ბენეფიციარები შეიძლება უბრალოდ არ ყოფილიყვნენ, რაც ფაქტობრივად ფაქტის წინაშე დავდექით და მოხდა პროგრამული ცვლილება ბენეფიციარების კრიტერიუმების კუთხით და მოხდა ისე, რომ უბრალოდ ფული გაიხარჯა კონკრეტულ ჯგუფის გერმანიაში წასვლაზე და არა იმაზე, რომ უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი, უნდა შეეტანათ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს სხვებსაც შეეტანათ თავიანთი წინადადებები, მოთხოვნები და რაღაც კონკურენტულ უნარიან გარემოში ის რომ 12 შევიდა და 10 დაფინანსდა, ეს არ ქმნის კონკურენტულ უნარიან გარემოს. თუმცა ამ შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში ახალგაზრდები დააზარალდნენ იქიდან გამომდინარე რომ თანხის ნაწილი რომელიც ეს კიდე სხვა თემა არის. კი, ეს სხვა თემა არის. ასე რომ ვთქვათ და ამ შემთხვევაში საერთო ჯამში როგორც ხათუნა ახსენა ის რომ იქ გაიარეს სტაჟირება და ამ სტაჟირებამ კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო ამ შემთხვევაში ორმაგად აზარავდნენ ფინანსურ ნაწილშიც რაღაც ანუ ის რომ მუნიციპალიტეტის არცი რაც იყო ამ პროგრამის არცი რომ ახალგაზრდების სტაჟირება დაეფინანსებინეს სრულად ვერ დააფინანსა იმიტომ რომ აქ ტურიზმის დეპარტამენტის ბრალია თუ მუნიციპალიტეტის ის რომ ყურადღებობის ბრალია ფაქტი არის რომ ახალგაზრდები დააზარალდნენ და ძალიან სამწუხარო არის და ბოლო კითხვა მექნება იქიდან გამომდინარე რომ ხის ოპერატორი მანიშნებს რომ ჩვენ საერთოდ რომ დასასრულს უახლოვდება მორგებული აქვს თუ არა რიგი პროექტები იქიდან გამომდინარე ეს კონკრეტული ფაქტი არის ერთ-ერთი მაგალითი ასე რომ ვთქვათ იმისა რომ უკმოქმედების ძალით დეკემბერში მიიღეს გადაწყვეტილება ნოემბრის რიცხვით რომ ეს კონკრეტული პროექტი დაფინანსებული იყო აქვს თუ არა რიგ შემთხვევებში ახალგაზრდულ განყოფილების და ზოგადად კულტურა განათლების მიმართულებით მუნიციპალიტეტს ერთგვარად მორგებული პროექტები ვერ გეტყვით, მაგრამ სანამ მანამ არ ჩავატარებ სრულ მონიტორინგს, თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ და დაახლოებით 3 თვის ვადაში ჩვენ გვექნება კონკრეტული შედეგები, მანამ ყველა დოკუმენტაციას არ გამოვითხოვთ და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ დოკუმენტაციის გამოთხოვასთან სერიოზული პრობლემები გვაქვს, არ გვაძლევენ იმ დოკუმენტებს, რომელსაც ვითხოვთ, ან გვაძლევენ ნაწილობრივ ან ზედაპირულ ინფორმაციას. რაც შეეხება ეს კონკრეტული პროგრამა ფაქტის სახეზე არის, რომ მორგებულია კონკრეტულ ჯგუფზე იმისათვის, რომ ეს ბავშვები დაფინანსებულიყვნენ. სხვა დანარჩენ პროგრამებთან დაკავშირებით ჩვენ დოკუმენტაცია შევისწავლით და ვნახავთ, რამდენად მორგებული არის ეს, მაგრამ ზოგადად მიდგომა მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული საკითხების მიმართ ის, რომ დღეს არ მოვიდნენ ეთერში, ცალსახად მიანიშნებს, რომ უბრალოდ არ აინტერესებს ეს თემა. მუნიციპალიტეტს და ძალიან მწუხარ, იმიტომ რომ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აღიარებულია პრობლემად. ის რომ პროგრამები მუნიციპალიტეტმა უნდა გააკეთოს ამ მიმართულებით და უნდა მოახდინოს რეაგირება არსებულ სიტუაციაზე, რომ დღეს სხვა რეალობის წინაშე დგას ახალგაზრდებს სხვა დახმარება ჭირდება და პროგრამები უნდა შეიცვალოს. ესეც ცალსახა არის. თუმცა ხმა ღაღადებლისა უდაბნოსა შინა თუ ვიღაცა მუნიციპალიტეტიდან ამას არ გაიგებს და ეჭვმაქვს, რომ უბრალოდ არ მიდის ინფორმაცია საგანოდო დონემდე, სადღაც არის გაჩერებული ეს ინფორმაცია და ბრუნავს ერთ ადგილას. მე ეჭვი მაქვს რომ ქალაქის მერმა ეს არ იცის, თუ კი ეს ქალაქის მერმა იცის, მაშინ გამიჩნდება კითხვები, რატომ ხდება ეს ქალაქის მუნიციპალიტეტში. დიახ, ზოგადად რა ბერკეტები აქვს ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს, ეს საინტერესო არის იქიდან გამომდინარე, რომ თუ მუნიციპალიტეტის ნება არ იქნება ამ შემთხვევაში, ნუ გასაგებია თქვენ გააკეთებთ ანგარიშს ამასთან დაკავშირებით და აუცილებლად გამოიყენებთ თქვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს, თუმცა მთავარი მაინც გზა მიდის იქამდე, რომ მუნიციპალიტეტმა გადადგას უკვე თანამშრომლობის ნაბიჯი და იგივე კონცეფციის შემუშავების დროს აუცილებლად ითანამშრომლოს და დადებითი რაც შეიძლება ნახოთ თქვენს კონცეფციაში, არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ კონცეფციაში ნაწილი მაინც გაიზიაროს. ჩვენ თუ მუნიციპალიტეტი ისე განაგრძობს ისეთ ქმედებას, როგორც დაიწყო 2015 წლიდან, კარები იქნება ესე ჩაკეტილი, როგორც დღეს არის. ჩვენ მაინც გავაკეთებთ ალტერნატიულ პროგრამებს, გავაკეთებთ ალტერნატიულ შეხვედრებს ახალგაზრდებთან, დავდებთ ალტერნატიულ სტრატეგიას და როდესაც წლის ბოლოს მოხდება ამის შეჯამება, თვითონ ახალგაზრდებს მithos საშუალებას აერჩიონ, რომელი არის მათთვის უფრო მისაღები და რომელი არის მათთვის უფრო პრიორიტეტული. დიახ, ძალიან დიდი მადლობა რადიო მსმენელს შევახსენებ, რომ ეთერში იყო გადაცემა საზოგადოების ხმა, პირდაპირ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის ხელმძღვანელი ნინო გაბუნია, ასევე ხათუნა გორგილაძე და თამარ ბაუჟაძე პასუხობდნენ კითხვებს. თქვენთვის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი და თოსაცხლაძე მუშაობდა, გემშვიდობებით მომდევნო ეთერამდე. შია გადაცემა საზოგადოების ხმა.